მოკლედ, ჩორჩენას ამბავზე მაქვს ახალი ტიპის ფიქსაცია რა. მოკლედ, ჩემს ძალიან გაუგებარია, ჯერ პირველ რიგში გაუგებარია ამ საქმის განხილვა, რატომ ხდება საჯაროდ და ღია კარს მიღმა და ასე პირდაპირ ეთერში რატომ ხდება იმ საქმის განხილვა, რომელიც ქვეყნის უშიშროებას ეხება, აი ასე განხილვა მით უმეტეს, რომელიც არაფერს არ მეტყველებს ამ საქმის განხილვა, თუ იმის რამე იდეა გაქვთ, არ ვიცი, გადმომეცით. საჯაროებასაც ვრთავი დავანებად ერთი კონკრეტული შემთხვევაა, რომელიც რეალურად არ მომეწონა და განსაკუთრებით ჩაჯდა ჩემთვის, ანუ ძალიან ცუდად ჟღერს ამ ამბავთან დაკავშირებით. ანუ თან ეხლა ჩემ თავთან ცოტა მეტნაკლებად მოვდივარ თითქოს წინააღმდეგობაში იქნება გამომდინარე რომ ვამბობ რომ არ უნდა მოხდეს ამ საქმის გასაჯაროება და მაინც ამდენს ვლაპარაკობთ ამდენ ვიდეოს წერ, მაგრამ თუ მაინც გასაჯაროებულია ყველაფერი ოკეი, მაშინ მაგრამ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი კიდე ერთი რაც არ მომეწონა ამ კომისიასთან დაკავშირებით. კომისიის საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი არ მაქვს და სხვა ყველა სხდომებს აგვისტოს ომის გარდა და აგვისტოს ომის განხილვისაც ჩემთვის ყოველ მიუღებელია ამ ფორმატში, მაგრამ ზოგადად კომისიის მუშაობის წინააღმდეგ მე არ ვარ და ამაზე ბევრი ვიდეო ჩამიწერა რომ ამაზე უნდა ყოფილიყო რეალურად სხდომები საჯარო, მაგრამ აი ჩოლჩანას ამბავთან დაკავშირებით განსაკუთრებით რაც არ მომეწონა იყო ის რომ ანუ რეალურად თავის და უნებურად მოახდინეს კომისიის წარმომადგენლებმა მინიმიზაცია იმის, რასაც გიორგი ახარია ყვებოდა ერთ კონკრეტულ ფრაგმენტში 2019 წლის 5 იანვარს, როდესაც უკვე აღმოჩენილი იყო დემარკაციები ჩვენს ტყეში, ჩვენს ოკუპირებულ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე ტყეში აღმოჩენეს უკვე სადემარკაციო ნიშნები და უკვე იყო განხილვა იმასთან დაკავშირებით რა უნდა მოიხდინათ და რა უნდა შეეცვალათ და მაშინ 5 იანვარს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჩვენი მონადირე დააკავეს სეპარატისტებმა განაიარაღეს, ну არ ვიცი ხა კონკრეტულად არ არის ეს ფაქტი ცნობილი კონკრეტულად სეპარატისტები იყვნენ თუ რუსეთის სამშვიდობო სამხედრო ძალები, მოკლედ განაიარაღეს ჩვენი მონადირე და გამოუშვეს უკან და უთხრეს რომ აქ არ დაგინახოთო თქვენ და თქვენიანებიო და ანუ რეალურად ამობის მიწოდება მოხდა ისე რომ თითქოს მოხდა შესწავლება რომ ეს არ იყო გატაცება და ეს არ იყო დაკავება და ტონი არ მომეწონა მოკლედ რა ანუ ისე იყო ნათქვამი რომ ანუ რეალურად თითქოს ანუ it's not that bad ანუ აი ასე იერარქი წაართვეს ეხა ჩვენ ტერიტორიიდან საოკუპაციო ხაზთან ჯერ საოკუპაციო ხაზს მიღმა რაც ხდება მაგის გამო ხო ну არ ვიცი ну შვიდობით თბილი სიტყვით თუ იერაღით ოდის მოხვდაბრუნდება ეგ საოკუპაციო და ეგ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ნუ მაგაზე მე ვიმსჯელოთ, მაგრამ განსაკუთრებული ამბავი არა მოკლედ რა და ჩემი აზრით ეგ ბრალდება საერთოდ უნდა მოიხსნას. ან მინიმუმ არასაჯარო ფორმატში უნდა მოხდეს ამის განხილვა. გარდა ამისა, როგორც ხედავ, სისხლის სამართლის ნიშნები არ იკვეთება, იმიტომ რომ ადამიანმა საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმართა საგუშაგო ბლოკპოსტი, ეგრეთ წოდებული და გარდა ამისა იყო საფრთხე რეალურად ბიბილოვის კამპანიიდან გამომდინარე, რომ მათ სურდათ ბევრად უფრო დიდი ტერიტორიის კიდევ უფრო მეტად ოკუპირება. შესაბამისად, თუ რამე დეტალებს მალავენ, მაშინ ბარემ გამოამჟღავნონ, თუ არაპირებდნენ ბოლომდე გამომჟღავნებას და დიდად საფრთხის შემცველია საქართველოს უშიშროებისთვის მასშტაბურ დონეზე, მაშინ საერთოდ რატო დაიწყეს ამ პროცესის საჯაროდ განხილვა და თუ მხოლოდ ეს არის მაშინ უსაფუძვლოდ ჩემი აზრით ეს ბრალდება და აქ უკვე მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ღირდა თუ არა ამ საგუშაგოს აგება.